მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩანგალი და მისი შემდეგი ეპიზოდი. ცოტა მუტანტი მიკროფონი მომცეს დღეს, ერთი ყურის არის, მეორე ყურის არის. როგორც მივხვდით, დღესაც არ გვესწრება ლიკა ბაგურაძე ჩაწერაზე, რადგან წინა ეპიზოდიდან წარმატებული გამოდგა. ეთყობა ქალი არ შეიძლება ჩვენ ხომალდზე. თარსია, ხვდებით? 180-ზე მეტი გამომწერი მოგვემატა წინა ეპიზოდის მერე 5000 ნახვაზე ავიდა ეპიზოდი ერთ კვირაში, როცა ერთ კვირაში ადრე 4000-ზე ძლივსა დიოდა. კარგი შედეგია, ამიტომ ლიკა ბაგურაძე ცოტა ხანი დისტანცია დაიჭირე, ვიცი რომ ჩვენი თხოვნა არ გინდა ისაც ქორწილებში და გულაობებში ხარ, მაგრამ მაინც მოგვერიდე ცოტა ხანი, ჩვენი პრობლემები გვაქვს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც იმდენი ჩამირიცხეს წინა ეპიზოდის შემდეგ, რამდენი შეეძლოთ. ესენი არის მაგალითად გ ზამანაშვილი, դ მაღლაკელიძე, ივე კუა, ეჯინჩველაძე, გ სირბილაძე, იჟუჟუნაშვილი, ν ქალდანი. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობარ լ კვარაცხელიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მიდგას მე და გვერდით უდგას ჩემ ოჯახსაც. ძალიან დიდი მადლობა ყველას და გავაგზავნოთ ფულის ჩარიცხვები არ უაწყენს. ნართლა არ მაწყინა, შვენიერი თანხები იყო. აი ახალი ჩეკით წავსდექი და უკვე მაღაზიიდან მოტანილი ლუდით. სახში აღარ მომიხარშავს. უსტარულად. და გთხოვთ სხვებმაც გააგრძელოთ ჩვენი არხის და ჩვენი პროტესტის მხარდაჭერა და ჩაგვირიცხოთ თანხები. ბაბლო, ხვდებით? ახალი ლოზუნგიც მაქვს. ბაბლო, ჩაგვირიცხე ბაბლო. როგორია? მაგარია. გეუბნებით. აღწერაშია მითითებული ანგარიშის ნომრები და ჩაგვირიცხეთ. ასევე ველით უკვე სასპონსორო შემოთავაზებებსაც ჩვენთან ვინც გადაწყვეტ თანამშრომლობას აუცილებლად უნდა გქონდეს კარგი შემოთავაზება, ბევრი ფული და უზარმაზარი ყვერები. თუ შეიძლება რომ როდესაც შეხვედრას დავთქვამთ, აუცილებლად შეხვედრაზე მოხვიდეთ მოტკეცილი შარვლით, რადგან გვინდა თავიდანვე შეგეტყოთ საფულის სისქე და ყვერების ზომა. იმიტომ რომ ჩვენთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე, ამ პერიოდში ადვილად არ არის და ველოდებით. გაქვს ყვერები, გვაჩვენე. მანამდე კი სანამ სპონსორი არ გვყავს, მინდა უფასოდ გავარეკლამოთ ჩემი მეგობარი, კარგისი ადამიანი, მიშკა, რომელიც ფეხბურთელი იყო, მიშკა მიხეილი, როგორი დამთხოვა და რომელსაც ცხოვრებან საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნიჭერესი ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგად თამაშობდა, დღესდღეობით უწევს მანქანის გადავოიზე მუშაობა. მოკლედ მიშკა მუშაობს ზესტაფონში, სვირის გადასახვევში და იდეალურად აკეთებს მანქანის გადავოიზს. ასე რომ თუ გინდა ნახოთ ნიჭიერი ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც სხვა საქმეებშიც ნიჭი აღმოაჩნდა და სხვა საქმესაც შესანიშნავად აკეთებს, თან მიხეილი ერქვას, აუცილებლად მიაკითხეთ სვირის გადასახვევში. და აუცილებლად ძალიან სწრაფად, კეთილსინდისიერად და ხარისხენად დაგეხმარებათ. მართლა. ხუმრობის გარეშე. თან რაც თავარია, გვერდით იქვე მაღაზია და შეგვიძლიათ იქვე ძალიან იაფად იყიდოთ ნაწილები და მე გვერდით იქვე მიშკა ძალიან კარგად გაგიკეთებთ ამ ყველაფერს. მართლა გეუბნებით. მე მაგალითად მიშკამ ჩემს მძორ BMW-ზე, გვამ BMW-ზე გამიკეთა სტержინები, მარცხენა ნაკანეჩნიკი, უდარნი ტიაგა, რულავეის პილნიკი, მარცხენა სწორი გიტარა, მოხრილი გიტარის რაზველი სტულკა და ეს ყველაფერი დამიჯდა მხოლოდ 240 ლარი. 240 ლარად თბილისში ბოქსში არ შეგახედებს ხელოსანი. 250 ლარი დაიწყება ბოქსში შეხედვა. ამიტომ თუ მანქანა დადის, თან იქვე შემოგარენი ცხოვრობ, აუცილებლად მიდით ამ ადამიანთან და ძალიან კარგად და ხარისხენად დაგეხმარებათ. დავთ, სერიოზულობა შემძლებია. მართლა გეუბნებით. სადაც ჩემი BMW გააცოცხლა. იქამდე კი მივიტანე ბეჭით, მაგრამ იქიდან წამოვედით. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ ყველა პლატფორმაზე, განსაკუთრებით YouTube-ზე გამოგვიწერეთ თუ შეიძლება, იქ გააქტიურეთ ზარის ღილაკიც და დაგვიწერეთ მხოლოდ ისეთი კომენტარები, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებთ რომ მთლიანად გადასახურები ვართ და სარფში უნდა გაკეთდეს დიდი წარწერა ფსიქიატრიული. მარტო ეგეთი კომენტარები მინდა. აუყვეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ გულისცემას და რიტმს. რაც შეეხება კვირის ნიუსებს, სუსის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის პოზიციას გეკა გელაძე დაიკავებს. იგორ ბლაჟევიჩს რო შევეცი მე. რა გითხრათ, არ ვიცი ამაზე. ჩემი ძმა უკვე 17 თვეა ციხეში ზის და ამ პერიოდში სუსის 4 უფროსი გამოიცვალა. აქედან ერთი ჩემ ძმასთან ერთად ზის ციხეში. ანუ იმენა საკანში არა, ჩემ ძმას ვინ მიაგარებდა ლილუაშვილს. იმიტომ რომ თერჯოლაში ცხადაძეები და ლილუაშვილები მონათესავე გვარებია და ახლა ძალიან ნეპოტიზმი გამოდიოდა მაგათი ერთად ჩასმა და რა ვიცი. აი რა ინფორმაციას გადაცემდა ონისე ლილუაშვილს და ლილუაშვილი ონისეს სარისკო საქმე იყო და რა ვიცი უფრო ლილუაშვილს ეცოდინებოდა რაღაცეები და ონისეს უფრო რა ვიცი დომინოს თამაში, მაგრამ
მაგრამ მაინც არ ჩასვეს ერთად. და მდინარაძეც თერჯოლიდანაა, როგორც ვიცით, ბატონო ბიძინა. ციხეში ხო რაპირებთ თერჯოლების შეკრებას? დავით თქვენი ნება. კატის ბეწვი დაფრინავდა. ჩამოვიხე. როგორც კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, თურმე თბილისში რამდენიმე კვირის წინ უჩხუბიათ კახიკალაძის საძმოს და ბერას საძმოს. და უჩხუბიათ ერთმანეთში, ნახე? შეხედე? ერთ სხვებთან გერ უჩხუბიათ, სხვებთან რო უჩხუბობენ, ეგ ვის უკვირს კაცო, ერთმანეთში უჩხუბიათ. ხო და სუსის დანაყოფებს დაუკავებიათ ბერას საძმოს ხალხი. ფატალური შეცდომა მეგობრებო. და ამბობენ რომ ამას გადაყვა მამუკა მდინარაძის თანამდებობაო. მაგრამ მე არ მჯერა, ჩალით ხო არა ეს ქვეყანა და ხორული, რას ქვია ამას გადაყვებოდა? არ მჯერა. უსამართლობა არ მოხდებოდა. სესულელე, ეს არ დაიჯეროთ. რაღაც ლეგიტიმური მიზეზი იქნებოდა, რაღაც შეიძლება ხშირი დაგვიანება ქონდა სამსახურში ან რა ვიცი, პაუზებზე გადიოდა დიდხანს. და რა ვიცი, 1000 მიზეზი კორპორაციაში რომ მუშაობ, რა ვიცი, შეიძლება team leader-ს არ მოეწონოს შენი ჩაცმის სტილი, არ ვიცი. რაღაც მიზეზი იქნებოდა ელემენტარული. ესეთი უსამართლობა არ ამგონია რა მომხდარიყოს. როგორც შემდეგ გაირკვა, პოსტის დატოვების შემდეგ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს ახალ სტრუქტურას, ძალოვანი უწყებების ერთმანეთთან საკოორდინაციო რაღაც სამინისტროს. მარტივად რომ ვთქვათ, გამოერთებული ჯოისტიკი მიაწოდეს მამუკას. ამით თამაში აწიო. არ ვიცი, ბატონო მამუკა, არჩევა მოგცეთ ახალ სამინისტროში, მე არ ვიცი, ერთ-ერთი შემიძლია იმის თქვა, რომ x-ი არის პასი, კვადრატი არის დარტყმა და x-ი და კვადრატი ერთად არის პასებია. თუ რამეში გამოგადგეთ. თუ შეიძლება გამოგიზავნეთ სასპონსორო შეთავაზება ჯოისტიკებზე X-ის გამგეთებელმა კომპანიებმა. და თქვენს ღილაკს გავარეკლამებთ სხვა ღილაკებთან შედარებით. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რაც გამოდის 1.25 წელიწადი თითოშვილზე. ვისაც ეს სტატისტიკა გაინტერესებდათ. შესაბამისად, რადგან ჩვენ სუფლიორი არ გვაქვს, მინდა ჯუანშერის ციტატა ტელეფონიდან წაგიკითხოთ. რა აცინებს ნუკრის არ ვიცი. ღარიბი ხარ ხო? მოიწყინე. რა საჭირო იყო მეფრიალებინა მილიონები? ჩემმა მეუღლემ გამახსენა 1997 წელს მყავდა მერსედესი. თითით აჩვენებდნენ ქალაქში. პირველად Land Cruiser-იც მყავდა. შუქნიშანზე რო ვჩერდებოდი თავს ხრიდი, ბრწყენოდა, ხალხს უჭირს მეთქი. ეს მე მგონი ის ელაპარაკოს მხედრიონსაც ძარცვავდა. უხარისხო უთუებით მოძრაობდა მხედრიონი ამის გამო. იმდეს ილაპარაკებს. მე მგონი მეორე საქმესაც შედენიან. გაჩუმდი რა. ანუ შუქნიშანზე რო ვჩერდებოდიო ისე მრცხვენოდა ამ Land Cruiser-ით რო ვჩერდებოდიო. რო თავს ხრიდიო რო ღარიბები არ დამენახაო. ანუ Land Cruiser-ით ფული კი ქონდა, მაგრამ დასაბური ფული არ ქონდა ფანჯრების ხვდებით? ანუ ასე მიაკლდა და ასე იჯდა ხოლმე. ძალიან გაუჟა საშინელი უსაშინლეს პერიოდი იყო. Land Cruiser-ი ყავდა, დასაბური ფული არ იყო. ტელევიზორი ქონდა, დენი არ იყო. იგივე სიტუაცია. ისე სახელიც ისეთი გქვიათ 1795 წელსაც პარავდით უეჭველი ჯარს ფულს. ერეკლე მეფის ჯარს. რატო რაყლეხმლები გვაქვს? სადაა ზარბაზნები? კაი, გაიღვიძე ახლა? ეს მათვის ვის ძილის წინ მიყურებს ხოლმე და ჩაეძინა. გაიღვიძე ბიჭო. თუ გოგო. ხოჭა. არ შემაგინო. ასევე ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთმევა სახლი ესპანეთში, რამდენიმე მილიონი და ავტომობილები. რითაც ამ ამოღებული თანხებით შემდეგ დაფინანსდება დიუშენი დაავადებული ბავშვების კურნალობა. ბებია შენისა, ხო? ეგრე გეგონა მართლა. რა თქმა უნდა, დაფინანსდება ისევ ის ერთ-ერთი ადამიანი, ვისი წყალობითაც ვინაჩვენდება თავისუფლება და მშვიდობა. მაგრამ რა გინდა, ეგეც კაია. ლაიქი. ეს მისთვის წინა გადაცემაზე რომ დამეკომენტარა, ლუდი რატო არ იკლებსო? გეუბნები, წინაზე ვიყავი ძმრით მოსული სახლიდან. ლუდად გავასაღე. დღეს ფულები რო ჩარიცხეთ,
მოიცა? მომდევნო გადაცემაში ლიტრანახევრიან კათხას მოვიტან, ოღონდ თქვენ ფულები ჩარიცხეთ. ჰერჩინსკი ხშირად შემხვედრია ვაკეში, ზურგჩანთა გადაკიდებული. ხო შეიძლება ხალხი გაბრაზდეს, მივიდეს და პანჩური ამოცხოს. განაცხადა ჯორჯიან ტაიმსის დამფუძნებელმა ბატონმა სახელიყლეზე არკიდიაშვილმა. ხო, ზოგადად ბატონო სახელოყლეზე არკიდიაშვილო. ვაკეში ეგეთი ხალხი ცხოვრობს ზოგადად, ხდებით? პანჩურებს ურტყამენ ჭიტლაყებს ერთმანეთს შუა ქუჩაში. ეგეთი ხალხი მოძრაობს ვაკეში. ზოგადად ვაკეში მაგას ვერ იზამ. დაუშვა დაინახა ჰერჩინსკი, გინდა პანჩურის ამორტყმა. ხელში ყავა გიჭირავს. ამოვარტყამ დაგერღვება, ბანასი გადაგესხმა ისევე ყავა შენ. ყავა ხო უეჭველი გიჭირავს, ვაკეში რო ხარ. ამიტომ არ გამოდის. დამშვიდი მაღაზიენ ვფიქრობ. ესე იგი, მოკლედ ქოცებს მარტო გალსკების, სტალინსკების და ვოლსკების ეშინია და ჰერჩინსკები არ აინტერესებთ. ჰერჩინსკი არ არის აშიში რა. ცოტა შორის მეც მინახავს ბატონი პაվել ჰერჩინსკი ვაკეში. საკმაოდ მაღალი აღნაგობის კაცია და ძალიან წვეტიანი ფეხსაცმელებით მოძრაობს. ან უგარისკავთ ბატონო სახელი ყლეზე გვიდია კომუნისტის გადმონაშთო პროპაგანდონის შვილო. შენ გეუნები. არ ქნა ეგ, გადაიფიქრე. ნახე? არა, გადაფიქრე, მომარტივეს რამეა. გადაიფიქრე. ეს ყველაფერი კი ამ კაცმა იმიტომ განაცხადა ჰერჩინსკიზე, რომ მანამდე ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მომავალ რამდენიმე კვირაში და რამდენიმე თვეში გადაწყდება საქართველო გააგრძელებს პროგრესულ წინსვლას თუ დაუბრუნდება ისევ სამოქალაქო ომებს და იმ გაჭირვებას და არეულობას. როგორ კადრულობთ ბატონო პაվել? ომებით დაშინება ქართული ოცნების ექსკლუზივია. გვეყოფა ხა იქიდან რუსეთთან ომით გვაშინებდნენ, აქეთ სამოქალაქო ომით სიგიჟია უკვე, ანუ ცოდვები ვარ, შენ ხალხი ვარ მართლა რა. თან იქნებ ვიღაცას უნდა ამ წარსულში დაბრუნება. აბაგერ ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხე, თუ არა წობს 1997 წელი. ორი Mercedes და Land Cruiser ყავდა. ეხლა დადის საბადროგო მარშრუტით 2 თვეა თუ 3 თვეა თუ 6 თვე. ამან შეიძლება 10 წელი ეგრე ივლის. აბა გითხე, გვაცარეთ რა ქართულებს ერთმანეთს დაუთავება. სადა მოგვიყვანეთ ამ ცივილიზაციაში. მოთხნეს twin. თან გასაგებია ბატონო ელჩო თქვენი ეს პოლიტიკური გაანალიზება და სიტუაციის პოლიტიკური შეფასება თქვენი გამოცდილებით და თქვენი რესურსებით რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ლელაკაკულიას ეგ არ უწინასწარმეტყველებია. რა ვიცი, რომელს დაგიჯეროთ? ის არაფერს ამავს, შენ ამობ რომ შეიძლება რაღაცები ცუდად წავიდეს. ამიტომ გაჩუმდით რა გეხვეწებით რა. თქვენი პოლიტიკური ანალიზი სანამ კაკულიას არაფერი უწინასწარმეტყველებია, აგერ გვახატია რა. ტოჟემნე პალიციკ. ვაკეში შოდის ხო პოლიტიკა იქნებოდა. კიდევ ერთხელ იშლება ოპოზიციური ალიანსი, ვიცი რომ გაგიკვირდათ, მაგრამ დამშვიდით, დაწყნარდით, დაჯექით. მომისვენე ბოლომდე. ალიანსი დაიშლება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა გავა ალიანსიდან, მისაღები მიუღებელი ადეკვატური არაადეკვატური მიზეზების გამო რის გამოც, მოკლედ სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობა გავა ალიანსიდან. მე რა მოხდა? ეგრე ქართული ოცნების კოალიციაც დაიშალა თავის დროზე. თუ ეგ არჩევნები რომ მოიგეს და ძალაუფლება რო გაინაღდეს, მე დაიშალა. აი ეგ აღარ გამახსენდა. დაიშალეთ, შეუგერეთ. ჩვენ პატიმრები და იმასი ოჯახის წევრები დაგვიგიდეთ, კაცო. თქვენ როგორც გაგიხარდეთ. შეწყეთ. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე განსაკუთრებით, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, ზარი, ზვანოკ, დამკალაკოლჩიკ. დააჭირე იმას, და როგორც დაიდება ვიდეო, მოგივა შეტყობინება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი. გადააზიარეთ, დააკომენტარე, გასთორე ყველაფერი, რაც შეიძლება რომ მეტი და მეტ ადამიანამდე მივიდეს. და დაგვიწერე მხოლოდ ისეთი კომენტარები, სადაც შეამჩნევთ ნებისმიერ ხარვეს ჩვენ გადაცემაში. რატო არის უკან ფარდაზე ლუცინაკეცები? ხო, ეგეთი კომენტარები დაგვიწერეთ შენ. და ფული ჩაგვირიცხეთ, პაბლო. განსაკუთრებით უცხოეთიდან. იმიტომ რომ თქვენი ჩართვა გვინდა ომში. იქიდან. დისტანციურად ომში ყოფილხართ? გასწორებს. დადებითი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების მხრივ, ემიგრანტების კუთხით, მას შემდეგ რაც საქართველოდან ათობით და ასობით ათასი ქართველი გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, საქართველოში ბრუნდება თემურ ქეძბაია და თბილისის დინამოს მწვრთნელის მთავარი მწვრთნელის პოსტ ჩაიბარებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ყველაფერზე თანახმა ქართველი ემიგრანტი ყველანაირ სამსახურზე, ოღონდ სამსახურში რაიმე ელემენტარული პირობები ქონდეს და საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. ელემენტარულიც რო შეუქმნათ, ყველაფერს აიტანს, ოღონდ საქართველოში დაბრუნდეს. წარმატებები ბატონო თემურ. ღმერთმა დაგლოცოთ. რაიც. თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთო.
და სანამ მეჯდუნაროდნებზე გადავალ, ბოლოში და ნაროდნი რაც იყო, ძალიან მძიმე დაპირისპირება იყო სამოქალაქო აქტივისტებს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც დეტალებში არ შევალ ყველა იურიდიული თუ მორალური მიზეზის გამო, უბრალოდ ჩემი ძმის იღბალა კარგი სტრაკი მოვტყან, ამ ყველაფერს ვერ სქრავდა ბოლო 3-4 დღე. ყველაფერში გავუმართლა ტიპს. ციხეში ზის, გადასახადი იმას არ აწუხებს, ბანკის ვალი იმას არ აწუხებს, რავი, პაატა მანჯგალაძე ყავს იქ გვერდით და თორნიკა თოშხუა და მე იმას ვსქროლავდი. მოგიტყან იღბალა კარგი სტრაკი. მესროლა ეს ბოთლი მეც აქციაზე ბლიად რას გახარ უკან და რაღაცა საკეთე. მოკლედ ამ საქმეში ორივე მხარე ვაბანკზეა წასული და როგორც ბირთვულ ომში ჩემი აზრით აქაც გამარჯვებულის არსებობა შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველანაირ შემთხვევაში ორივე შესაძლო დანაშაული, ორივე მხარეს შესაძლო დანაშაული ძალიან მძიმე და ამორალურია. ამიტომ როგორც ბებია ჩემი იტყო და ოჯახური ხმამაღალი კამათის დროს ბებია მაგი ხმაური გადის გარეთ და ესმის მეზობელს და შემტერს უხარია მაინც ყველაფერი სულ არ აინტერესებს ვინ არის მტყუარი და ვინ არის მართალი. ასე რომ გთხოვთ იყავით 93 წლის ჩემს გლეხ ბებოზე ოდნავ ჭკვიანები და მოუფრთხილდეთ ჩვენი მხარის რეპუტაციას. დათორია კოცების სასამართლოში ხო არის ყველაფერი შესული. მაგ სასამართლოს იმედი გაქვთ. ოკეი. ჩვენ კაი გამოცდილება, ჩემ ოჯახს ძალიან კაი გამოცდილება აქვს მაგ სასამართლოში. მე 5 ვარსკვლავი, კარგი რეკომენდაცია. მიბრძანით შეიძლება. წყლის დისპენსერი კაი დგას მაგ სასამართლოში. ეზო მშვენიერია. ტუალეტიც შეისვლება რა, დაჯდომა თუ არ გინდა. დაჯდომაც არ დასაჯდომიც არ არის, ჩასაკუწყი მე და ბავშვი, განაცვალე. მანდ უჩივლეთ ერთმანეთს. და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ იმედია სიმართლე ნამდვილად გაირკვევა, რადგან ეს არ არის არც პოლიტიკური ამბავი, არაფერი, ეს ძალიან მძიმე, შემზარავი დანაშაულია, შესაძლოა დანაშაულია ორივე მხარეს და აუცილებელია სიმართლის გარკვევა მინიმუმ რომელიმე მსხვერპლისთვის, რომელიც საბოლოოდ გაირკვევა. მანამდე კი ვინც არის ამ მხარეში, ამ ამბავში დაზარალებული, იმ მხარეს, რა თქმა უნდა, გამძლეობას და ხნეობას უსურვებ. დანარჩენი უნდა გაირკვეს და ველოდებით ობიექტურ გამოძიებას ჩვენ სახელმწიფოში. Like. ახლა კი დაპირებული მეჯდუნაროდნები, internationalen auf Deutsch. მოკლედ ჩვენ საზღვრებს იქეთ ფსიქიატრიულები. გადაღმა საგიჟეთი. ჩვენთან ხო არის ჩვენი პალატა. ჩვენი პატარა 79,000 კვადრატულ კილომეტრიანი პალატა. იმის იქეთ რაც ხდება. ეგ. ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში შევიდა ლუკოილი, გაზპრომი და მომღერალი წიმაწი. ალბათ თქვენც იგივე შეკითხვა გაქვთ, ხო? გაზპრომი რა შუაშიაო? მეც, რავი, წავიკითხე, მეთქი წიმაწი და ლუკოილი გასაგებია, მაგრამ ეს გაზპრომი საიდან მოიტანეს? არ ვიცი. ეთქობა საშინელი სიმღერებია გაზპრომს, არ ვიცი. და სიმღერებით ავრცელებს გაზპრომი თავის პროპაგანდას. წიმაწიც დასანქცირდა მოკლედ. ესე იგი, ჩვენ რუსული ომის ქარხნების და რუსი ბადრიჯნების დასანქცირება გვინდოდა და ლადა სედან და ბაკლაჟან ეგენ დაასანქცირეს. ოკეი. ასევე ვეღარ ჩამოჯდება წიმაწი ლონდონში ბიგბენზე. ჩემ ბიგბენს ჩამოვაჯდეს აგერ თუ უნდა. მოკლედ თქვენ ოღონდ დაასანქცირეთ და თუ გინდა ხარლამოვი მიაყოლეთ მაგას და მასლიაკოვი უმცროსი. ასე გიქნიათ პატრუდინოვი მიგი სანქცირებიათ. ოღონდ ნელ-ნელა მიდით იქამდე ვინც მართლა დასანქცირებელია და შეუბერეთ. ისე მე პირადად წიმაწის დასანქცირების მერე მასტერის ადგილზე მაგრად ვინერვიულობდი. ნაკლები უხარისხო მუსიკა არ არსებობს. ეგენი თუ ცუდ მუსიკას დევნიან? არ ვიცი. მაშინ მართლა რაღა გვინდა ევროპაში. წიმაწი თუ უნდა დასანქცირდეს და მე მასტერი დასანქცირდეს. ჩვენ რაღა გვინდა ბახის და ბეთჰოვენის ქვეყანაში. და რაღა გვინდა ჩვენ საერთოდ მოცარტებთან და ვიღაცეებთან, რა. გვაცარეთ რა ხარისხიანი მუსიკა მოგვასმენინეთ. თქვენი ბახი გაიკეთეთ რაგში განაცვალე. ამოვიდა ყელში რა. ჩემო წიმაწი, არ ინერვიულო. ბოლოს და ბოლოს გავა ეს 3 დღე. აიღებს რუსეთი ამ კიევს და მოგიხსნიან მაგ სანქციებსაც. 3 დღე გაქვს მოსათმენი, მაქსიმუმს გეუბნები და всё მოხსნილი გაქვს სანქციები.
ბაკლაჟან. შენთვის გეუბნები. არ ნერვიულობ. ისევ კაიკეთე სტრიშკა. შენ სანქციას თავი არ დააგრუზინო, არ გადამრიო. შემდეგ განცხადება არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რამდენად მეჯნუდაროდნია და რამდენად ჩვენი შიდანაროდნი არ ვიცი. თქვენ გადაწყვიტეთ. განცხადება ასეთია: მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების მშობლების მიმართ, ვინც რუსი ჯარისკაცების გვერდით დგანან რუსეთში. ეს განცხადება ეკუთვნის, ეს განცხადება გააკეთა ქართველმა მამუკა ფიფიამ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებზე რუსეთში უკრაინის ომის შესახებ. არ ვაკონტროლებთ ყველაფერს ქართველები. არ ვართ გადაჭიმული იქედან იქამდე. ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ყველაფერი ჩვენია, გეუბნები, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს, ხო ვაკონტროლებთ, ხო ვართ ფსიქიატრიული, დიაზეპამი, ევთანაზია? საჩვენოა. თუ დროზე არ მივიღებთ ეკონომიკურ ზომებს, შემოდგომისთვის გველის ის, რაც მოხდა 1917 წელს. განაცხადა რუსეთის კომუნისტური პარტიის ბელადმა გენადი ზიუგანოვმა. გენადი 1917 წელს რუსეთის იმპერია დაინგრა და შეიქმნა საბჭოთა კავშირი, შენი ქვეყანა, კომუნისტების ქვეყანა. ასე პირდაპირ ნუკი გაამხელ იმას, რომ ედინაია რასია და ხალხის ძალა ორი ხარ. ცოტა შეაპარე. მაგრამ პრინციპში შენც მართალი ხარ, მაშინ საბჭოთა კავშირი შეიქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა და ახლა პირიქით, დედა ეტყობა რუსეთს. და შენიც დაბნეული ხარ ახლა. აქედან უნდა მოფიქრება. მაგრამ თავარი დამშვიდი. შემდეგი ნიუსი არის ის, რომ უკრაინულმა დრონებმა უკვე ურალამდე მიაღწიეს და უკრაინიდან 1800 კილომეტრით დაშორებულ შენობას დაარტყეს. 1800 კილომეტრი იფრინეს და ურალში დაარტყეს შენობას. წარმოგიდგენიათ? ამაზე სასაცილო რუსებისთვის მხოლოდ ის იქნებოდა, რომ უკრაინელმა დრონებმა 1800 კილომეტრი იარეს და ისე დაარტყეს. ან 1800 კილომეტრი იძუნძულეს უკრაინულმა დრონებმა და შემდეგ დაარტყეს. თუ გაგეცინათ რუსებო, შეუბერეთ. იმედი ამის გამო საერთაშორისო ძებნას არ გამოაცხადებს ახლა ჩემზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. საბურთალოზე ვთქვი. იქ არ ჩამიდენია ნაჟა. ამაზე BBC-ის სამხედრო მიმომხილველმა განაცხადა, რომ რუსეთის არაოფიციალურ დედაქალაქს, ურალის არაოფიციალურ დედაქალაქზე უკრაინული დრონების დარტყმა უკვე ნიშნავს, რომ 2000-ზე და მეტ მანძილზე შეუძლიათ უკვე უკრაინულ დრონებს. კაი გაფიცებ. მიმომხილველი უნდა იყოს, რომ მიხვდე? რაღაცა ჩვენს დაგვიტოვეს საანზროვნოდ. უკვე მაგის ძალა აქვს და გაფიცებ. რაღაცაზე ჩვენს დაგვაფიქრე. მაგას აღმაგდნენ ჩვენც მიხვდებით. შენ ცოტა ღრმა რაღაცები გითხარე. ჩვენ თუ იმას ვერ მიხვდით ახლა რომ 1800 კილომეტრზე თუ დაარტყა, მაგდენი შესაძლებლობა აქვს უკვე უკრაინას, რა ვიცი. ჩვენ ქუჩაზეც ვეღარ გადავალთ. იქეთ მეორე მხარეს. ისე რომ მანქანა არ დაგვარდოს. ამიტომ ცოტა ღრმა ანალიზი გვინდა. მაგდენი მეც მიხვდი. სადღაც დიღომში. აშშ-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკაში დააკავეს სპეცრაზმელი, რომელმაც მადუროს გადაცემაზე დადო ფსონი და $400,000 მოიგო. დოლარი. $400,000. კაი გასაგებია ხეს ინფორმაცია რო გამჟღავნა წინასა და სადღაც დადო ფსონი და მოიგო გასაგებია, მაგას თვითონ მიხედავენ ამერიკელები კაცო, მაგრამ და თუ რაღაც არასამართლიანი განაჩენი იქნება და რაღაცა დარღვევა იქნება, გაასაჩივრებენ აგერ თბილისში, მაგრამ მე მაინტერესებს ის ტოტალიზატორი, ვინაც ეს ფსონი მიიღო. საერთოდ რატო ქონდა ეს ფსონი საერთოდ? თუ შეიძლება ეგ ტოტალიზატორი გამოგეხმაუროს სასმასურო შეთავაზებით. მარტო ეგ ტოტალიზატორი. ახლა ბავარიის ორიანები არ მაინტერესებს. მე მინდა რომ ცოტა ისეთი სინ ძიმპინს მოიპარავენ სიმინდის მეშოკივით. 40 ლარს შევაგდებ, 40 ლარის გამო ავინერვიულებ. წავაგებ, მოვიგებ. ირანელი პარლამენტარი აცხადებს, რომ ალი ხამენეის შვილის, მემკვიდრის მოჯთაბა ხამეინის ფოტოებს არ ავრცელებენ ჯადოს შიშის გამო. თვითონ ჯადოს კი ტომაჰავკი ეწოდება. ზოგადად როგორც გაირკვა, არანაირი შელოცვა არ შველის ამ ჯადოს. ამბობენ, რომ ყვერებზე ხელის მოკიდებაო და სამჯერ გადაფურთხება შველისო, მაგრამ პრაქტიკაში არ დასწურდება. თვითონ ყვერებზე ხელმოკიდებული იპოვეს ისაც ხონებულიც, მაგრამ ნანგრევებში მაინც. ასე რომ, არ ვიცი. არ დადოთ ეგ ფოტოები. იყოს. და იწვალა მაზი კაცის გაჩენა კაცო. ყველგან მაგის ფოტოები ხوار იქნება. თბილისში სტუმრად იყო ჩინეთის ინტერნეტის ცენზურაზე პასუხისმგებელი ორგანოს კაი, ხო, ხუმრობ, ჯერ არა. ჯერ არ გავუთიშავთ, ჯერ ვადავ ხაც, მაგრამ შორს არ არის.
მე მაინც ველოდები იმ დღეს, როდესაც ინტერნეტს გათიშავე და კოცები ცინიკურად ვეღარ დაპოსტავენ. ჰა, ახლა არის ჩელიაბინსკი? სად არის ჩელიაბინსკი? რო ვერ პოსტავენ. იმენა ქუჩაში რო უწევს გასვლა ხალხთან. ახლა სად არის ჩელიაბინსკი? აი მაგ დღეს ველოდები. ოღონ მოთმინებით. არ გიგონოთ რაღაც შფოთა და რაღაც. წეომნად. და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რა ქვეყანაში ხალხს აბატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, ქალბატონებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ასაკიანებს, საშუალო ასაკიანებს. ამ ქვეყანაში საბაჯიქიას ისევ ძალაში უტოვებენ ახალგაზრდა ბიჭს 5 წლიან განაჩენს, 19 წლის ბიჭს და ვინც ამ ქვეყანაში კანონებზე და წესებზე ფორი აკობთ და ფიქრობთ რომ ამ სახელმწიფოში რაღაც უნდა შეიცვალოს, მინდა გაგახსენოთ მეთიუ მაკონაჰის პერსონაჟის დიდებული სიტყვების შესანიშნავი ფილმიდან ჯენტლმენები. ამ ჯუნგლებში მხოლოდ ერთადერთი კანონი არსებობს, როცა მტაცებელი მშერია, ის ჭამს. ან ბენისიო დელ ტოროს ასევე შესანიშნავი სიტყვები ფილმიდან სიკარიო. ეს ახლა მგლების მიწაა, შენ კიდე მგელი არ ახარ. ვისაც მაინც გეგონათ, რომ სახელმწიფოში ცხოვრობდით, იმათ რო აგიხსნათ. ჯუნგლები და მგლების ტერიტორია. დაგამშვიდებთ ამის ცოდნა. თავიდან შეგვიება გაგიჭირდებათ ვითომ კონსტიტუცია, რაღაცა სახელმწიფო, ძირც ევოლუცია, ცივილიზაცია, მაგრამ არა. ამ ჯუნგლებში მარტო ერთი კანონი მოქმედებს, როცა ის მშიერია, ის ჭამს. დიდი მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო, სავარაუდოდ გრძელი ეპიზოდი გამოგვივიდა დღესაც. ძალიან წყნარად ჩავატარეთ, მე და ნუკრიმ, ისევ არ იყო ლიკა, მაგიტომაც არის იმის ბექგრაუნდზე რაღაც ღმაღიზიანებელი საუბრები ზედმეტები. გამოგვიწერეთ თუ შეიძლება ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარიზღილაკი, მოგვიწონეთ ყველა პლატფორმაზე თუ შეიძლება ეს ვიდეო, დაგვიწერეთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი კომენტარები, რომლებსაც ჯადოს განეიდრალება შეუძლია. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს ასაგზავნი. მადლობა.